ქართული კინოს წიაღში მასალების კვლევა, თითოეულ ნამუშევარში პოეტური ნაზრევის კვალი. გოგი დოლიძე, ადამიანი, რომელიც ყველგან სიახლეს პოულობდა. ქართული კინო ოქროს ხანის უკანასკნელ მოჰიკანს ემშვიდობება. იყო ძალიან საინტერესო პიროვნება, იცით. როგორ გითხრათ, ფეთქებადი იყო, იუმორით სავსე იყო. გურული კაცი იყო და ეს არასოდეს არ კარგავდა ამას ამ თვისებებს. უაღრესად კეთილი ადამიანი. ქართულ კინოში სხვადასხვა ეტაპზე იმუშავა და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული იყო სხვადასხვა ეტაპზე მუშაობა, ის ყოველთვის ცდილობდა სიმართლე ეთქვა კინოში. კლასიკური ფილმები განაახლა მან. ეხლა განახლებაში რა იყო? განახლებაში არ იყო გახმოვანებაზე ლაპარაკი. ლაპარაკი იყო გარკვეული ინფორმაციის მოტანაზე, რომელიც უფრო ნათლად შექმნიდა ყველაფერს და მუსიკალური ფონის დამატებაზე. გოგი დოლიძე საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას მაყურებელსაც უზიარებდა. 60 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც შეიქმნა ჯურღაის ფარი და რაც დიდი ბედნიერება ეკრანზე აღიბეჭდა ისეთი წარმომადგენლები ქართული და არა მარტო ქართული კულტურისა, როგორიც იყვნენ, აი მარტო მე მაინც მინდა ვთქვა, არა დავით, არამედ დათკა გამრეკელი, ამაში რაღაც გარკვეული სიყვარული იგრძნობა ჩვენი ხალხისა, დათკა გამრეკელი, ანდა ვახტანგ ჭაბუკიანი, ლილი გვარამაძე, ჯანო ბაგრატიონი, ბედნიერება ნახდათ, რომ შეიძლება დავждე კაცი და კიდევ ერთხელ ნახო ეს მშვენიერი ფილმი და ეს ქმნის იმ სასიამოვნო განცდას, რომ ქართული კინემატოგრაფი ყოველთვის იდგა ჩვენი ხალხის სულიერი მოთხოვნილებების სადარაჯოს. გოგი დოლიძე, ადამიანი, რომლის რეჟისორობით აღდგენილია 30-იანი წლების ქართული უხმო ფილმები. მან ახალი სიცოცხლე აჩუქა ისეთ შედევრებს, როგორებიცაა ალექსანდრე წუწუნავას ხანუმა, კოტე მარჯანიშვილის ამოკი, დავით რონდელის უგუბზიარა, მიხეილ გელოვანის ნამდვილი კავკასიელი და სხვა მნიშვნელოვანი ნამუშევრები. ქართული კინოსკოლის შექმნა, ანუ ჩვენს ინსტიტუტში კინოფაკულტეტის ჩამოყალიბება, ეს იყო ძალიან დიდი ეროვნული საქმე. იმიტომ რომ მხოლოდ 70-იანი წლების დასაწყისში გახდა შესაძლებელი ადგილობრივ მომზადებული ჩვენი კინოს მომავალი კადრები. ცოცხალი მემატიანე იყო ქართული კინოსი, ადამიანი, რომელიც დაუღალავად იკვლევდა ქართულ კინოს და კინოფაკულტეტის ერთ-ერთი პიონერი და ის ადამიანი კი არა, რომელიც სათავეში ედგა უბრალოდ კინოფაკულტეტს როგორც დეკანი წლების და 10 წლეულის მანძილზე, მეტი კიდევ რა თქმა უნდა. სტუდენტებთანაც ჰქონდა ძალზე საინტერესო ურთიერთობა, ბევრი მათგანი, ძალიან ბევრი მათგანი კინოში მოვიდა სწორედ მისი წყალობით და დამკვიდრდა, სწორედ იმიტომ, რომ ბატონ გოგის წლების მანძილზე სჯეროდა მათი ნიჭიერების. ეს გახლდათ დაუღალავი და ამოუწურავი რესურსის და წარმოუდგენელი ფანტაზიის მქონე კაცი, რომლისთვისაც კინოს ისტორია გახლდათ ოქროს საბადო და რომელშიც ყოველთვის პოულობდა გამართლებას იმისა, რატომ ითვლება ქართული კინო ფენომენად. გოგი დოლიძე საქართველოს სრულიად ჩოხოსან რაინდთა დასის თავმჯდომარე იყო. მისი თაოსნობით არაერთ კეთილსაქმეს ჩაეყარა საფუძველი. ოდნავი შესვენების საშუალებასაც არ გვაძლევდა მეგობრებს და ჩოხოსნებს. არ არსებობდა, თქვათ, აი აკაკი ხორავას დაბადების დღე, ხო? აუცილებლად ჩოხებით უნდა შევკრებილიყავით მთაწმინდაზე და იქ პატივი მიგვეგო. აი ძალიან ეროვნული საქმე კეთდებოდა ჩუმად, წყნარად, ყოველგვარი ხმაურის გარეშე და თანაც აი მეგობრებს აი ოდნავ ჩათვლემის საშუალებას არ გვაძლევდა და სულ გვახსენებდა ჩვენ ეროვნულ მოღვაწეებს, თეატრალურ მოღვაწეები იქნება კინო თუ ნებისმიერი რა, ყოველ შემთხვევაში ის რაც ჩვენი ერის სასახელო ადამიანები იყვნენ. გოგი დოლიძე ერის სასახელო ადამიანი, რომელმაც საქართველოს არაერთი მნიშვნელოვანი კვლევა და ნაშრომი დაუტოვა. სიცოცხლის ბოლომდე საქმის ერთგული დარჩა. ბოლოს ქართული თეატრის ენციკლოპედიაზე მუშაობდა, რომლის დასრულებაც ვერ მოასწრო.